ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. სტამბოლში ვიმყოფები. მე ახლა ვდგავარ ბეიქენდ უნივერსიტეტის წინ, სადაც ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ სტამბოლში შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს არის დარბაზი, სადაც დღევანდელი კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ეს დღევანდელი დღისთვის მოწყობილი სპეციალური კუთხე ჩვენი კლასიკოსების, მწერლების პორტრეტების გამოფენა და მათ შორის ძალიან გამეხარდა, რომ დავინახე ახმედ ოსგან მელაშვილის პორტრეტი, დიდი ქართველის, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ქართული ურთიერთობების დასაწყისში, ასე რომ ვთქვათ. წინა მოსამზადებელი შეხვედრა არის კონფერენციის თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მალე დაიწყება. ბატონო ორხან, მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენთან და თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის სტამბოლში შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის მიერ გამართული კონფერენციის შესახებ. მინდა 2-3 სიტყვით გითხრათ რამე რა აგებთან თქვენ ორგანიზატორი ბრძანდებით. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მთელ სამყაროს. დღეს ძალიან ვარ ემოციური, რადგან ჩვენ სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი დავაფუძნეთ 2017-ში. ამ დონეზე ალაფურჩეთის შემდეგ ჩვენი პირველი ღონისძიება, მეცნიერული კონფერენცია. დღეს არიან ქუთაისიდან ჩამოგზავნებული 11 ადამიანი, კიდევაც ბათუმიდან არიან დელეგაცია ჩამოგზავნებული, ანუ საქართველოსდან არიან ჩამოგზავნებული. აქაც როგორ ვთქვათ, აქ მცხოვრები ქართველები, ჩვენი გენერალური კონსული, კიდევაც ემიგრანტები თუ არა ქართველები, თურქეთელი ხალხი ჩამოვარდა დღეს კონფერენციაზე. არის დაახლოებით 40-მდე მოხსენება სტატია. ეს მე დავაბეჭდავთ ამას წიგნად, სხვადასხვა საინტერესო ის არის, სათაურები არის, მეს მაინტერესებს. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ასევე ჩვენ ამ ღონისძიებას, ამ მეცნიერულ კონფერენციას ვაკეთებ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად და კიდევ სტამბოლის ბეიქენდის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივად. მე ასევე დიდ მადლობას ვუხდით ბატონ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ შალვა კირთაძეს, ბატონ ალთანდრე ნიკოლოიშვილის და ასევე ბეიქენდის უნივერსიტეტის რექტორს და წარმომადგენლებს. ძალიან ის არის ბოსფორის პირობა, ბოსფორის ჩვენ ფეხქვეშა დღეს თურქეთში. ანუ მე ასეთი ემოციებში ვარ. მივესალმები ყველას. მე ახლა მაინტერესებს როგორი იქნება მოხსენებები და მე გავიზიარებ კიდევაც მეგობრებთან. ფიქრობ ძალიან საინტერესო კონფერენცია გამოვა, იმიტომ რომ მე გადავხედე სათაურებს, იქიდან გამომდინარე რომ ერთ-ერთი მომხსენებელიც გახლავართ და იმდენად საინტერესო თემები გაშუქდება, ვფიქრობ მომავალი სახელმძღვანელოც კი გახდება ქართველებისთვის.
ეს საჩუქრები გვექნება, გავაკეთეთ კერძოდ, გავაკეთეთ, ხოდა შიგნით იქნება, მაგალითად ეს არის ჩვენი პროგრამის ციგნი, ეს აქედან იწყება ჩვენი მომხსენებელები, როგორ გითხრათ, სექციების ისინი, გამოსვლები, კიდევ არის ასეთი საჩუქრები გვაქვს, კიდევ, ხოდა ესეც მაგალითად სადასვათ აი სიგელი მოვამზადეთ ასე და კიდევ ეს ჯერ ჩადებული არ არის, როგორ თქვათ ახლა ქუთაისიდან დამოღებული ციგნები არის, ის ჩავდეთ ამას ციგნი. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტისთვის და მადლობა ინტერვიუსთვის. ჩვენს მადლობა, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. მადლობა. მოგესალმებით ბატონო შალვა, მიხარია რომ ასეთი საინტერესო და აუცილებელი დღე არის დღეს სტამბოლში შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია და მინდა თქვენი ჩართულობის შესახებ და ამ ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ორი სიტყვით ვისაუბროთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ აი ურთიერთობისათვის, დღევანდელი დღისათვის, ნამდვილად შესაძლებელია. ეს განსაკუთრებულია არა მარტო ჩვენთვის, არამედ განსაკუთრებული იქნება იმ ქართველებისთვის და იმ ქართული ფესვების თურქი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ამ კონფერენციაში მონაწილეობენ და მე უბრალოდ მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში ბატონ ოქანბერიძეს და ქალბატონ სეზენს, რომ მოახდინეს დღევანდელი დღის ორგანიზება, ესეთი ურთიერთობა არის ნამდვილად საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ რომ ერთი ფესვის ხალხი ვართ, აი ამ სიყვარულს უფრო მეტად მიიღებენ დღეს ეს ადამიანები და მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული მასპინძლობაც არის, განსაკუთრებული დამოკიდებულება არის მათი მხარდაჭერით დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბეიკენის უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო უმაღლესი სასწავლებელია სტამბოლში. მემორანდუმის გაფორმება, რაც საშუალებას მოგცემს ორივე უმაღლეს სასწავლებლებს თანამშრომლობისათვის და ჩვენი სტუდენტებისთვის ნამდვილად იქნება განსაკუთრებულად კარგი ბევრი ახალი პერსპექტივა გადაიშლება მათთვის, რომელიც უნივერსიტეტი არის ლივერპულის უნივერსიტეტის ესე რომ ვთქვათ მათი პროგრამების განმახორციელებელი და აქედან ჩვენ სტუდენტებსაც ამის შანსი მიეცემათ კიდევ სარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდებით. ეს არის გამოძახილი 6 თვის წინ ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარებული ქართულ-თურქული ურთიერთობებისა და მეცნიერების საერთაშორისო კონფერენციის და ნამდვილად ჩვენგანის ვალია საქართველოში ცხოვრები ქართველების, რომ განსაკუთრებული მოფერება გამოვაძლოთ იმ ადამიანების მიმართ, რომელიც თავს ჩვენს სისხლდაფორცაც თვლიან და არ ცხოვრობენ საქართველოში, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რომ არანაკლები ქართველები არიან ვიდრე ჩვენ და შეიძლება ძალიან დიდი მადლობა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პასუხი არის დღევანდელი დღე იმ კონფერენციისა, რომელიც ქუთაისში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარდა და გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ურთიერთობის გამკეთებაში გამედინა ნაბიჯებს, რომელსაც მე სხვები დადიან ესე რომ და სხვები საკითხი. ამ სხვებში ეს არ არის განდგომილი სიტყვა, არამედ რომ მეტის მოგებულობა ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო ოთანდილ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის სტამბოლში. განსაკუთრებული იმით, რომ იმ კონფერენციის შემდეგ, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარდა, შემდეგი ხელის ჩამორთმევა გამოდის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის მიერ და ეს არის საპასუხო, ალბათ ძალიან ძვირფასი კონფერენცია, რომელსაც ჩვენ დღეს მოვისმენთ და თქვენ ხართ ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ კონფერენციისა და აი რა სიტყვი ამ ურთიერთობების შესახებ და დღევანდელი დღის შესახებ ზოგადად. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა კონფერენცია, რომელიც ქალბატონ სეზენისა და ბატონ ორხანის
ორგანიზებით იმართება სტამბოლში. უპრეცედენტო მოვლენა არის არა მარტო ამ ქვეყნისათვის, არამედ ვიტყვი საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველების ისტორიაში. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე კეთდება აქ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის მიერ. ეს არის ფაქტობრივად ქართულ ფესვებთან, ქართულ ეროვნულ ცნობიერებასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება, ან გასამტკიცებლად გადახდილი ძალიან ძნავი ნაბიჯი. ხედავთ, რომ აქ უამრავი ქართველი არის შეკრებილი ამ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მუშაობის არსს და წარმოაჩენს, ეს არის ის, რომ მოძიებული იქნა, მოპოვებული იქნა წიგნი ცნობილი თურქეთელი ქართველი მწერლის ნიაზი ბანოგლუს, მისი ქართული გვარი არის ბანელიშვილი, ისტორიული რომანისა. ეს რომანი ეძღვნება გიორგი სააკაძისა და ქეთევან დედოფლის ცხოვრების ამბავს, ისტორიული სიმართლით არის ეს ყველაფერი წარმოჩენილი. ნიაზი ბანოგლუ თვითონ მისი მონათხრობის მიხედვით იყო ისტორიულად ცნობილი ის პიროვნება, რომელმაც ისტორიულად ცნობილი მასალები მოიძია სტამბოლის არქივებში და ამ მასალებზე დაყრდნობით დაწერა ისტორიული რომანი. ძალიან სამწუხარო არის ის ამბავი, რომ ეს რომანი დღემდე რჩებოდა ჩვენთან საქართველოში ყურადღების მიღმა. ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა ეს რომანი, რომელიც 1950 წელს გამოიცა, როგორც აღნიშნეთ სამკითხველად და ჩვენი თურქოლოგები, ჩვენი უნივერსიტეტის თურქოლოგების, ესე იგი, მეშვეობით ქართულ ენაზე იქნა თარგმნილი, იგაქა უშაძე და ირანდა ხეშანაშვილი, ჭანკვეტაძე, აი ამ საქმის ორგანიზატორები, წარმატებას უსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. Kıymetli dernek başkanlarımız, saygıdeğer konuşmacılarımız, camiamızın değerli üyeleri, Patrițemit general consul, patrițemul rectorul, patrițemit asociației prezidente, patrițemul წევრებო, პრესის წარმომადგენლებო და patrițemul სტუმრებო. Კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა და ჩვენ სამეცნიერო კონფერენციის თემაზე. თურქეთ საქართველოს ურთიერთობების რომელიც ორგანიზებულია შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის მიერ და სტამბოლის ბეიკენდის უნივერსიტეტთან და ქუთაისის საკათედრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დღეს აქ ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ ორ მეგობარ და მომხრე ქვეყანას შორის ღრმა ფესტივალური კავშირებზე დაფუძნებული კულტურული ურთიერთობების წარსულის მემკვიდრეობა მომავალში გადავიტანოთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ